პროფესიული მომზადება, გადამზადება, ზოგადად პროფესიული სწავლება ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარირებულად არის უმნიშვნელოვანესი და ამის გათავისება საქართველოს მოქალაქეებს უჭირს. ჩვენ ყველა ვცხოვრობ და მოვდივართ იმ პერიოდიდან, როდესაც სახელმწიფო იყო მუშურგლეხური, მაგრამ მაინც ითვლებოდა, რომ რაიმე ხელობის დაუფლება, მუშაობა და ასე შემდეგ ნიშნავდა წარუმატებლობას და ნიშნავდა სოციალურად დაბალ სტატუსს. სამწუხაროდ ქვეცნობიერში დღესაც ეს ისევ იგივე დარჩა და ყველა ცდილობს რომ დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი და მიიღოს რაღაც საუფროსო თანამდებობა. ჯამში კი ეკონომიკას ამის საშუალება არ აქვს. ამას წინათ იყო BIP-ის პროექტი, სადაც საქართველოს მოუხდა კოლუმბიიდან და ინდოეთიდან ჩამოიყვანა ელექტროშემდუღებლები, იმიტომ რომ კვალიფიციური ელექტროშემდუღებელი არ იყო ქვეყანაში. ყველა ქალაქში, თბილისში რამოდენიმე ათეულია და ყველა ქალაქში ფაქტიურად არის ან კერძო, ან სახელმწიფო კოლეჯები, სადაც პროფესიული და სხვადასხვა პროფესიები ისწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც, რომ იქ დასაქმებული პედაგოგების, ესე ვთქვათ, სოციალური სტატუსი, შრომის პირობები იყოს მნიშვნელოვანი, რომ ისინი მოტივირებულად ასწავლიდნენ ჩვენს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს იმ სპეციალობას, რა სპეციალობის შესწავლის სურვილსაც ეს ხალხი გამოთქვამს.